შენ სახელმწიფო. დიდება ყველაფრისთვის, რაც შენ გააკეთე იესო. დიდება მამი შენი ჩანაფიქრისთვის ღმერთო. შენი მშვენიერი დღეები არის ჩვენს წინ ღმერთო, რომელიც გველოდება, რომელიც უნდა ვიხილოთ. ხელს ვადებ ამ პლანეტას უფალო, ხელს ვადებ ქვეყნებს, ხელს ვადებ ერებს, რომ მიიშვან შენთვის მიწაზე დაბლა, რომ შეგიცნონ უფალო, ვიდრე წარსდგებიან სახით სახეზე, ოშენთან მაღლა. მინდა გიხილონ, მინდა შეგიცნონ, თვალები აეხილოთ, ბრმა რომ აქვთ ახლა, მინდა დაგინახონ, ვიდრე წარსდგებიან, შენი სამსჯავროს წინაშე მაღლა. ხელებს ვადებ მამი, ამ ქვეყნებს უფალო, შენებას ვაცხადებ მიწაზე დაბლა, როგორც ჩვენს გულშია და ჩაფიქრებული გაქვს, ისეა გისრულდეს შენი ნება ახლა, ამ დედამიწაზე და ამ პლანეტაზე, დიდება შენ საოცარ სახელს, დიდება უფალო შენ, ამინ, 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 დიდება ღმერთს, ამინ, დაბრძანდით ჩემო ძვირფასებო. დიდება უფალს საოცარი მოვლენები მიმდინარეობს დედამიწაზე, გაურკვეველია მომავალი ქვეყნების, არავინ არ იცის ადამიანის გონებითა და ინტელექტით რა იქნება და როგორ იქნება. მეფეები ამა ქვეყნისანი ცდილობენ თავისებურად გადაწყვიტონ პრობლემები, რაღაც უსმენ ხოლმე ზოგჯერ რუს და უკრაინელ დისიდენტებს და აი რაღაც კონცერტის გამართვა უნდათ აგვისტოს თვეში, როგორც ომის დამამთავრებელის და რაღაც იტალიელ მომღერლებს, რომელიც მომღერალს, რომელიც დიდი ხანია კრემლისგან საზრდოობს და კონცერტებს მართავს ხოლმე რუსეთში. მას პატიჟებენ და რაღაც თავისი გეგმები აქვთ, რომ გამარჯვებულები გამოვიდნენ, პრინციპში წაგებულები მიწას ჩააწვინეს 100,000-ობით ადამიანი, მაგრამ ვითომ გაიმარჯვეს, შექმნან ეს რაღაც მირაჟი ამ ყველაფრიდან. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ველოდებით უფლის საოცარ დღეებს დედამიწაზე. ჩვენ ეკლესია ველოდებით უფლის საოცარ დღეებს დედამიწაზე. ზოგჯერ უკვირთ ხოლმე, რატო ვამახვილებ ყურადღებას დედამიწაზე. ამ პლანეტაზე სადაც ცხოვრობთ. იცით, დედამიწა საინტერესო ადგილია. აბა ზეცაში როდესაც წავალთ, თვითონ უფალი შეგვაფასებს, როგორც გავიარეთ დედამიწაზე ჩვენი ეს ხიზნობის ჟამი. ამას უფალი შეგვაფასებს თვითონ. იქ სატანა აღარ იქნება. იქაც იქნება თავისი ამბები ალბათ და როდესაც იქ წავალთ, იქ ვნახავთ სხვანაირად, ბოლომდე ვერასოდეს ვერ გაიგებ რა იქნება ზეცაში. შემდეგ ჯერ იქნება 1000-ლოვანი მეფობა, რომელიც იქნება უფალი იესო ქრისტეს მეფობის პერიოდი დედამიწაზე, აი მთელი დედამიწა რო ახლა ახალი ერისთვის, New Age-ისთვის ემზადებიან, ოქროს ხანისთვის რომ ემზადებიან, თავში ჩიპების ჩადგმით მარადიულობას რომ ეძებენ. აი სულით იქნება და აღსდგება ადამიანების ხანგრძლივობა, დაწერილია ეს ყველაფერი ღმერთის სიტყვაში. მაგრამ ახლა რაც იქნება თუნდაც 1000-ლოვან მეფობამდე და ატაცებამდე, აი ეს არის ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი დედამიწაზე. იცით რატომ? ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ არა მარტო ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს პასუხისმგებელნი ვართ მათზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სისხლის დაღვრის ფასად მოიტანეს თუნდაც აი ეს სიტყვა ღმერთის საქართველოს ენაზე რო გვაქვს გადათარგმნილი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ახალგაზრდა გოგოები, ეს პირველი საუკუნეებიდან დაწყებული შუა საუკუნეებზე რო არაფერი ვთქვათ, იმ რომის იმპერიაში როგორ აგდებდნენ მათ ცხოველების წინ, რქებით, ზოგჯერ ცხოველები არ ჭამდნენ მათ და არ ერჩოდნენ. შემდეგ როგორ არ ვიცი, რაღაც გავარვარებულ რაღაც საგნებზე დააწვედნენ, 1000 რაღაცას უკეთებდნენ. მათ ოჯახიც კი არ ქონდათ შექმნილები, არის მოწამეთა წიგნი.
კნიგა მუჩენიკов Book of Martyrs ინგლისურად არის ეს წიგნი და აქ აღწერილია ეს ყველაფერი აღწერილია შუა საუკუნეებში რა ხდებოდა და სხვათა შორის ევროპელი ისტორიკოსები ამ წიგნიდან ხელმძღვანელობენ იმიტომ რომ ამდენი ინფორმაცია იმ პერიოდებზე არა აქვთ ამ სეკულარულ ისტორიულ წყაროებში და იქ აღწერილია მთელი ამ ხალხის ცხოვრება თუნდაც პასტორი ზალი რო გვასწავლეს ჩვენ პავლე მოციქულის ცხოვრებას ხო ეს ადამიანი არაფრად არ იყო მიჩნეული. ასე იყო ვიცი ხვდები გავლილი მაქვს ეს გზა. ვინც ფარისევლებს ჩაეხუტა ოდნავ მაინც ნუ ისინი გახდნენ პატივდებულები საერთო ენაც მონახეს და რაღაცნაირად რა ვიცი შეხედეთ რამდენი ვართო პავლეს ეუბნებიან. მაგრამ ფაქტი არის რომ 70-ე წელს მოჩა დამთავრდა ჩემი შორენას სიტყვებით რომ თქვა მოჩა დათამდა დამთავრდა ისრაელის სახელმწიფო რეალურად ის აღარ არსებობდა ასე რომ ჩვენ პასუხისგებილო პავლე მოციქულის წერილების გასაოცარი არ არის რაღაც წერილები რამდენიმე წერილი დარჩა საუკუნეების განმავლობაში რომ ჩვენ გავიგოთ კონდეს კონტაქტი ისრაელის სულთან ღმერთის ჩანაფიქრთან და იმასთან თუ რა ხდებოდა პირველ საუკუნეში ზუსტად მაშინ როდესაც იესო ის იყო ამ აღლდაზეცაში ახლა ეს ხალხი ყველა ჩვენ გვიყურებს დედამიწა რატომ არის საინტერესო ადგილი შანსი შენ არ გექნება სხვა აღასრულო ღმერთის ნება ამით იქმნება ზეცაც ზეცა როგორც ასეთი შექმნილია რა თქმა უნდა და ღმერთის შექმნილია მაგრამ აი ზეცის სახელმწიფოებრიობა ვინ იქნება ზეცაში როგორ იქნება ზეცაში ამ მშვენებას ჩვენ ქმნით ჩვენი დედამიწაზე ყოფნის პერიოდიდან გესმით ძვირფასობა ჩვენ შანსი აღარასოდეს გვექნება შემდეგ ვაღიაროთ თუ არა იესო ქრისტე იმიტომ რომ იქ აღარავინ იქნება ვინც არ აღიარებს და არც ამის საჭიროება იქნება შესაბამისად დედამიწაზე გვაქვს ყოველი დღე როგორც ოქრო როგორც საგანძური როგორც საშუალება მოცემული ან ღმერთის ნებით გავატაროთ ის დღე ან დავემორჩილოთ და დავექვემდებაროთ ქვეყნიერების ყოფას და მის ფასეულობებს ამიტომ ზოგს უკვირს რომ მე მაქვს ეს სული ესე იგი შენი სახლის შური მჭამსო ხო იესო ქრისტე რო ამბობდა მეც მჭამს ასეთი დაუძლურებული და გამოფიტული ეკლესია არ ყოფილა იცით საბჭოთა კავშირში აი ეს იატაკქვეშა ეკლესია გაძლო უფლის სული ჩამოდიოდა საქართველოშიც კი ვიცით უფლის სული ჩამოდიოდა და საოცარ მოვლენებს ჰქონდათ ხოლმე იქ ადგილი იმიტომ რომ არც ფული არსებობდა არც სპონსორი არსებობდა რაღაც ამაზე ფიქრიც არ არსებობდა წესიერად ისიც არ იცოდნენ ამერიკელი მართლა არსებობდა თუ არა ნუ ფართო საზოგადოება ასე რომ ჩემო ძვირფასებო ეს შანსი ჩვენ არ გვექნება ჩვენ პასუხისგებელი ვართ იმ მოწამეებთან პასუხისგებელი ვართ იმ მოციქულების წინაშე იმ ტიმოთეს წინაშე ერთადერთი რო შერჩა პავლე მოციქულს ერთადერთი თუნდაც ის რაღაც მოსასხამი ეტარებინა მისთვის ამ უკვე ასაკში შესული კაცისათვის ასე რომ ჩვენ ველოდებით უფლის დიდებული სულით დაწერილ დღეებს რომელიც გველოდება მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ეს ყველაფერი და რომ ვამბობ მე რომ არ ვაპირებ ისე წასვლა ზეცაში რაღაც ატაცება იცით იესო ქრისტე ჩვენ გვეწოდება მათ ვინც იქნება ატაცებული ეს არ ვიქნებით მარტო ჩვენ ცოცხალი თაობა ასე ვთქვათ ესენი იქნებიან მკვდრეთიდან აღმსგარები ყველა ეს იქნება ყველაზე მაღალი კლასის როგორ ვთქვა ახლა საზოგადოება ზეცაში რომელიც იესოსთან იქნება ერთად იქნება ტახტზე დაბრძანებული ნუ ეს არის უფლის შედარებები რომ დაახლოებით მიხვდეთ რაზე ასეუბარი წოდებულია მის საპატარძლოდ ესე იგი ნეფეს აინტერესებს საპატარძლო
საბადართლოს აინტერესებს ნეფე. ეს იგი მათ შეუძლიათ რაღაც ერთ დონეზე საუბარი, მათ შეუძლიათ ამბების მოყოლა, მათ შეუძლიათ გაზიარება. იცით, სხვანაირად ინტერესი არ არსებობს, სხვანაირად ცოლქმრობა, ბევრი რამე არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ცოლქმრობა როგორც ასეთი ღმერთისგან ჩაფიქრებული ვერ შედგება. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ქმარი სულ სხვა რამით იყოს სავსე, ცოლი სულ სხვა რამით იყოს სავსე. დღეებს გაატარებენ ისე, რომ რაღაცა საჭმეს გააკეთებენ, კი ბატონო, მიირთმევენ და დამთავრდება ამით. სასაუბრო არაფერი ექნებათ. არაფერი. მათი ცოლქმრობა იქნება, რა ვიცი, პრინციპში არაფერი. დაცლილი მთელი ხელოვნებისაგან, იმ შემოქმედებისაგან, რაც ცოლქმრობის ინსტიტუტში აჩადებული უფლისაგან. ასე რომ ძვირფასებო, ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და ჩვენ გველოდება დიდებული დღეები. რატო შემეხო ღმერთის სული და რატო გამოვედი მე აქ? როდესაც გიყურებთ თქვენ ჩემო ტკბილებო, რომელთან ერთადაც გავიარეთ ჩვენ ეს გზა, დიდება უფალს ახალგაზრდები ვიყავით. იქედან მოყოლებული გავიარეთ და ეხლა როდესაც გხედავთ, რომ ზოგიერთ თქვენთაგანს რაღაც გაწუხებთ. ხო, რაღაც გაწუხებთ, იცით, მე არ მინდა რომ დედამიწაზე დავტოვოთ. ეხლა ზოგიერთ შეიძლება ძალიან უცნაურად ეჩვენება ჩემი საუბარი, მაგრამ ამათ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მე ღმერთის სახური ვარ და ვიცი რას ვამბობ. ვინაიდან მთელი დედამიწის გლობალურ ისტორიას ეხება ის, რაც უნდა მოხდეს. ამიტომ გეუბნებით, მინდა რომ იყოთ მხნეთ. გესმის მაყვალა? ლაურა, რომლებმაც ერთად გავიარეთ მარი, რომელმაც იმედი დადე ღმერთზე. შენ თვითონ არაფერი გქონდა, მაგრამ იმედი დადე ღმერთზე. ცირა, რასაც ელოდები ღმერთისაგან, სულ არ მინდა ხოლმე მთელი მითგეუნებით, მეცრემლები წამომივიდეს, მაგრამ ვერაფერს შველი, უფალი დამეხმარება როდესღაც. დიდება უფალს მინდა ჩემ შვილთან ერთად ვიღილო თქვენი ზეიმი. გესმით? როდესაც თქვენ გხედავთ, იგივე შეგრძნება მაქვს როგორც შორენას მიმართ. იგივე პროტესტი მაქვს. გესმით? თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ღმერთის სამეფოს წესრიგს არ შეესაბამება ეს. ერთ სხვის აღოწმებდნენ. ღმერთის სამეფოს წესრიგს არ შეესაბამება ეს. გესმით? როდესაც კი უფლის სული ჩამოსულა დედამიწაზე, თუნდაც 100 წლის წინ. აი, ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში. ასე კი არ იყო დღევანდელ დღეს რო არის. ვიცი ჩვენ ისტორიული წყაროებიდან, რომ კბილები იმპლანტით კი არა. პირდაპირ ევსებოდა ტყბები კბილებით ადამიანებს. ხელს დაადებდა თინეიჯერი ახალგაზრდა გოგო, არც დიდი ახლა ჰიგიენის წესები შეუყოფდა, მთიც დაადებდა, იესოს სახელით ილოცებდა და კბილი იქმნებოდა. ხელი არ ქონდათ ადამიანებს და ადამიანის თვალწინ იქმნებოდა და რა არის ამაში გასაკვირი? რა არის ამაში გასაკვირი? აბა ჩიპის ჩადგმით იქნება? ღმერთის სულით იყო ადამიანი შექმნილი თავიდანვე. და ღმერთის სულით უნდა ეცოცხლა მას. ამიტომ მე მაქვს პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ვხედავ, რაც არ შეესაბამება ღმერთის სამეფოს. უფლი მოახლოებულია უფლის სამეფო. ესე იგი წესრიგი უნდა აღმდგარიყო და იესო ქრისტეს, რომელიც იყო მეორე ადამი, ჰქონდა ძალაუფლება. ნებისმიერი დაავადება განკურნებულიყო. ჩვენ უნდა ვიხილოთ ეს დღეები დედამიწაზე. იყავით მზად და იყავით ამის მოლოდინში, როგორც ლომი ემზადება ნახტომისთვის. როგორც ის, ვინც ელოდება, რომ წვიმა წამოვა ზეციდან გვალვის დროს, იყავით მომზადებული და ესე ლომის ნახტომისთვის მზად. იცოდეთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ უფლისაგან ქონდა გამოცხადებული. არა ადამიანური გონებით, არა ფიზიკისა და ქიმიის კანონებით,
რომ თქვენი ხილავთ ჩვენი შვილის გალობას, რომ ჩვენი შვილის განკურნება ზუსტად დამისნებულია გარკვეული გლობალური ისტორიის, რომელიც ვითარდება ეხლა დედამიწაზე გარკვეული მომენტისთვის, ჩვენ ვენდობით უფალს ბოლომდე. მარტივი არ არის ის გზა, რომელშიც გავდივართ, მაგრამ ჩვენ ვენდობით უფალს ბოლომდე. იცის შორენა და იცის რომ განიკურნება ის. და ისიც ელოდება, იმიტომ რომ ის არის ძალიან ჭკვიანი, კარგი ეხლა. მე როცა არიტირო, მე როცა მომდის ეხლა მანას დაიწყო ეხლა. ხო დედიკო, შენ გაქვს კამკამა გული, შენ გაქვს ტკბილი გული, კი დედიკო. აი აქ დავდგებით და აჰა. დავდგებით და ვიგალობებ ჩვენ. ამიტომ მინდა ჩემო ძვირფასებო, თქვენც ის სამწყსო ხართ, რომელიც უფალმა მოგვანდო. უნდა ვიხილოთ თქვენი განკურნება ჩემ შვილთან ერთად. გესმით? ეს არ არის მარტო თქვენი განკურნება. რომ განვიკურნ, ეს არის ჩვენი პროტესტი. სიბნელის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიხილოთ უფლის დიდებული დღეები დედამიწაზე. ღმერთის ნებით უნდა განვითარდეს, გადაგებს ესეთ. ღმერთის ნებით უნდა განვითარდეს ისტორია დედამიწაზე. ყოველი სიკეთე უფლისაგან მოსულა. ასე რომ ელოდეთ უფლის საოცარ დღეებს. შენი ლოცვის პასუხი უნდა მიიღოთ ზირა. ლეილამ უნდა მიიღოს უფლის ჯარისკაცის მედალი ზეციდან. ნახოთ რა იქნება ის არის უფლის ჯარისკაცი, სადაც გააგზავნეს პასტორი ზალი, მიდის და რა ჩქარა მოდის არ ვიცი. წასული არ არის, უკვე მოსულია, უკვე რეკავს მოვედია. იესოს სახელით, ხო, იესოს სახელით ჩვენ ერთად უნდა ვიზეიმოთ და ისე უნდა წავიდეთ დედამიწიდან. და შემდეგ იცით რა არის თქვენი აზროვნება იყოს, რომ ჩვენ 1000-ლოვანი მეფობის დროს აქ უნდა ვიყოთ. იფიქრეთ ჯერ დედამიწაზე. ზეცაში რო წავალთ, რა იყო ახლა ეს? ზეცაში რო წავალთ, შემდეგ ვიფიქრებთ ზეცაზე. ჩვენ ცოცხლობთ, რა თქმა უნდა, ზეცის აზრით და ყველაფერს ვაკეთებთ, მთელ საუნჯეს იქ ვაგროვებთ, მაგრამ რეალურად, პრაქტიკულად რა იქნება ზეცაში ყოფნა, აი ამას ვნახავთ შემდეგ, მაგრამ ჯერ შესაქმნელი გვაქვს ეს ისტორია, ასე რომ მოდი ერთად ჩავჭიდოთ კიდე ერთმანეთს ხელები და მივიღოთ ჩვენი სასწაულები ზეციდან და ვიხილოთ უფლის მშვენიერი, დიდებული სცენარი, რომელიც მას აქვს დაწერილი. ჩემი შვილი ბავშვური გულით ელოდება ამ ყველაფერს. გაკუნები, ნიშნავს განვიკურნები. იცის რომ განიკურნება და მეუნება რაღაც დროს ტკივა, ხო, გაკუნები, განვიკურნებით. დიახ, ჩვენ ცოცხლობთ ზეცით და გვინდა ზეცა ვიხილოთ დედამიწაზე. გაკურთხებთ იესოს სახელით. მარტო ჩემი შორნას განკურნება არა, თქვენი განკურნება უნდა ვიხილო მე. ეს არის ჩემი პროტესტი იმ შხამიანი გველისა და სიბნელის სამეფოს წინააღმდეგ. ამინ. დიდება უფალს. დიდება უფალს. იესოს არის. დიდება უფალს თქვი. ხო. დიდება უფალს. ხო, კარგი. მოდით ძვირფასებო ვილოცოთ ჩვენი უფლის წინაშე, რომ მივიღოთ ის სასწაული, რომელსაც ჩვენ ველოდებით ზეციდან ღმერთის დიდებულ სასწაულს